8 ოქტომბერი დიდი დღესასწაულია LeBron ბრენდისთვის, რადგან ვიკრიბებით გარგ საზოგადოებაში, რომ სპორტულად შევეჯიბროთ რანჩოზე, რომელიც მდებარეობს იერუსალემის დასახლებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ შევხვდეთ ერთმანეთს და სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. დღეს 60-ზე მეტი მონაწილე იბრძოდა ამ სანატრელი თასისთვის, მაგრამ მოდით თავიდან დავიწყოთ. კაუჩები უნდა იყოს ქარხნულად უგვირგვინა, მოუღუნავით ფერებით და უმუშავებელი. თევზები საკმაოდ სწრაფად უნდა ამოიყვანო. მოდუნების უფლება არ გაქვს, რადგან 20-წუთიანი ტური ძალიან მალე მთავრდება. მართლა ასეა, თითქოს 20 წუთი გრძელი დროა, მაგრამ სინამდვილეში ეს წამია. 1-2 და უკვე დასასრულია, რომელიც სიგნალით აღინიშნება. იერუსალიმი თევზსაშენის მფლობელი, ძალიან პატივსაცემი ადამიანია, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს. თევზსაშენი შესანიშნავად არის მომზადებული, როგორც ამას კომპანიის მასალაშიც ნახავთ. გარშემო გაკეთებულია პომოსტი. თევზსაშენი თანაბარია, არ არის ისეთი ადგილები ან ბუჩქები, სადაც თევზებს შეეძლოთ დამალვა და უბრალოდ სპორტსმენებისგან მოშორებით დარჩენა. ასევე შეჯიბრების განმავლობაში, 9 ტურის განმავლობაში, მუდმივად იჭერენ თევზებს. ფიქრობ, დღეს შეჯიბრებაზე წვრიდან დაახლოებით 2000 თევზი ამოვა, რაც ძალიან დიდი რაოდენობა ამ მონაწილეთა რაოდენობისთვის, რადგან მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 60 ადამიანია. ასევე თევზსაშენი კარგად არის დატევზული, მოწესრიგებული, მფლობელი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ძალიან ბევრი ხალხია. მთელი პოლონეთიდან, სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც აქ 600-500 კილომეტრი გამოიარეს, დასავლეთ საზღვართან ახლოსაც კი. ჩვენ ვიმყოფებით ვარშავიდან ცოტა მოშორებით აღმოსავლეთით. შესანიშნავი გართობა ძალიან კარგად მომზადებული თევზსაშენია. ორგანიზაცია ალბათ ამ მომენტისთვის პოლონეთში ასეთი კარგად ორგანიზებული შეჯიბრი ჯერ არ ყოფილა, როგორც LeBron-ია. იმედი მაქვს, რომ თამასა უბრალოდ ძალიან მაღლაა აწეული. კარგი გართობა, ძირითადად კარგი გართობა და თევზაობის სიამოვნება. ამ კონკრეტულ მეთოდში, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რათა მივახციოთ სასურველ შედეგს, ანუ იმ გზაზე, რომლითაც მოქმედებს. Trout area-ში, როგორც აქამდე უკვე ვახსენით ამ პროგრამაში, ძალიან დიდ როლს თამაშობს ნიუანსები. მაგალითად 3 მმ-ით ვერთი, ხოლო გვერდით პოპ მეგობარს აქვს 3.5 მმ. იგივე აზე ეცდება თევზაობას.
ის დაიჭერს თევზს, მე კი არც კი შევეხები. ამიტომ აქ მართლა ყველაფერი ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის და ძალიან სწრაფად უნდა მოერგო სიტუაციას. ამიტომაც თითოეულ მონაწილეს, როგორც აქ ნახეთ, რამდენიმე ანკესი აქვს. ეს, როგორც წესი, მინიმუმ 4-ია, ზოგს კი 8 ანკესიც კი აქვს. თუ რამე გაგვიფუჭდა, დაგვეხლართა ან თევზმა აუწყვიტათ, დრო არ არის, რომ ეს ყველაფერი თავიდან შევკრათ. უბრალოდ ვიღებთ შემდეგ ანკეს სადგამიდან და ვაგრძელებთ თევზაობას. ძალიან ხშირად თევზაობ კლასიკურად ტბებზე და მდინარეებზე და ძირითადად ამით ვარ გატაცებული. Trout area კონკურენცია. ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც კონკურენცია უყვარს, სიამოვნებით მონაწილეობენ შეჯიბრებებში. და აქ საქმე მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციაშია. პირად ცხოვრებაშიც ეს ნამდვილად კარგი სპორტია. შეგიძლია ოჯახთან ერთად ჩამოხვიდე, სადმე გრილი მოაწყო. აქ შეგიძლია თევზაობა, ბავშვით შენთან ერთად ითევზავებს. ასე რომ უბრალოდ მთელი დრო ის არის, რაც თავიდანვე გიხარო და უბრალოდ კარგად გაერთო. ალბათ ძალიან სწრაფად მოგკეცი. გუშველი საშუალოდ მიდის, მაგრამ კიდევ 3 ტური გვაქვს. შეცდომები ლასტებში. შანსი გამარჯვებაზე არა. გამარჯვებისთვისა არა, უბრალოდ რუელში მოხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ანდრიჟი აუცილებლად მოხდება, თუმცა ჯები ცხრილს გადააბრუნებენ. საშუალოდ. 1 წინ 1 კიდე. ამის გვიწყობს ორგანიზაცია ძალიან კარგია. კარგი ადრენალინია, როგორც ყოველთვის თაღევეზე. ასე რომ ყველას ვურჩევ ასეთ გართობას. თუ გინდა ამ შეჯიბრებებში კარგი იყო, მუდმივად უნდა ივარჯიშო. უნდა ივარჯიშო ამ ჩოლებზე, უნდა ივარჯიშო თევზის ამოღებაზეც, რადგან ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად როცა ბადეს წყალში ვუშვებ, თევზი იწყებს ძლიერ გაქცევას და ხშირად წყვეტს ცუას ან თოქს, თუ ძალიან მჭიდროდ გვაქვს დამჭერი. ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, რომ უბრალოდ კარგი შედეგი მივიღოთ.
დღეს შეჯიბრების დროს რამემ გაგაკვირვა. დადებითად თუ არ ყოფითად. შეიძლება ითქვას, გზად ვიყავი, მაგრამ რამდენიმე შეცდომაც დავუშვი. მე არ მომწონს ასეთი გვერდითი ქარი. ასე რომ ნაკლებად მაქვს კონტროლი სათქუარაზე, რომ პირდაპირ ჩემკენ ან ზურგში ქარიც იყოს, უკეთესად ვითამაშებდი. მაგრამ აქ ბევრი თევზი გამექცა, რაც სამი შეცდომის ან წაგების მიზეზი გახდა. ეს იყო სწორედ ერთი თევზი S-3. უბრალოდ ძალიან დიდ რკალს ვაკეთებდი, ვერ ვაკონტროლებდი ამას სწორედ ქარის გამო. სათევზაო ადგილმა ბევრი თევზი მოგვცა. ორგანიზაცია უმაღლეს დონეზე იყო. თავიდან თევზი ძალიან აქტიურად იჭირებოდა, მაგრამ ტურის შემდეგ ტურზე სულ უფრო სუსტად იღებდნენ. პირადად მე პირველ ტურში ბლახით ვთევზაობდი, შემდეგ გადავედი რეზინის სათღვარებზე და მე-9 ტურამდე უკვე მხოლოდ შიშველი სათღვარით ვთევზაობდი, რადგან თევზი ძალიან ფრთხილად იჭირებოდა და უკვე სუსტად იღებდა. შენთვის ეს შეჯიბრი პირველ რიგში სპორტული კონკურენცია, თუ უბრალოდ კარგი გართობა და მეგობრებთან შეხვედრა? ზოგადად მიყვარს შეჯიბრებები, მიყვარს კონკურენცია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მეგობრებთან და ნაცნობებთან შევხვდე. კარგი გართობაა მთავარი, თევზი კი უკვე მეორე პლანზეა. ლიდი იმის წყალობით, რომ შეიძლება ერთი მეორეს დააკვირდეს, განსაკუთრებით ფინალებში. ყველა ხედავს, როგორ მიჰყავს სათღვარა, რა სათღვარა, როგორია დატვირთული, რა აღჭურვილობით თევზაობს. ეს მართლაც უზარმაზარი ცოდნის წყაროა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ითვისებს. და სამწუხაროდ ეს შემდეგ უკვე სხვა შეჯიბრებებზე შედეგს იძლევა და ისინი, ვინც ადრე ლიდერები იყვნენ, ახლა უკვე აღარ არიან აუცილებლად ლიდერები. ვინმეს, ვისაც კიდევ აქვს შანსი ივარჯიშოს, რადგან თევზის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ აღჭურვილობაზე, რომელსაც ვიყენებთ. ან დაგვიგლებს, ან ამოვიყვანთ ამ თევზს. და ეს ძალიან ემოციურია. როგორ არ გეშინა? არა, არ მიხია. მან არ დაიჭირა, მან ჩემი გადახვია. მან პრიმზე დაიჭირა. გადაება. მან აირია.
არ იმუშავა, ხომასია. ყველაფერი ძალიან სწრაფად იწვება და შეიძლება ადამიანებს ეგონოთ, რომ ეს ჩვეულებრივი ტბაა კალმახებით, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს თევზები ძალიან სწრაფად ცვლიან თავიანთ ქცევას ამინდის, წყლის განათების ან ღრუბლიანობის მიხედვით, ცვლიან წყლის ფენასაც, ასე რომ ყველაფრის მუდმივად კონტროლია საჭირო და ცხადია, იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე კარგად მოერგება. ალბათ ყველაზე მთავარი ასეთ შეჯიბრებებში სწორედ კარგი ატმოსფეროა. ეს მართალია. ყველაზე კარგია, როცა დიდი ხნის შემდეგ მეგობრებს ხვდები. საერთოდ როცა შეჯიბრების ციკლია, ხშირად ხვდებით ერთმანეთს. ზოგჯერ თითქმის ყოველ კვირასაც კი არა, მაგრამ ეს მეგობრული ატმოსფერო მართლა ძალიან კარგია. არა მხოლოდ სასტუმროში, ხანდახან იქაც ხდება რაღაც ინტეგრაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც ხომ შეჯიბრების ნაწილია. ეს რაღაც განსაკუთრებულია. შეჯიბრების დასაწყისიდანვე აქ თავს მართლაც ძალიან კარგად უგრძნობ. ეს ჩემთვის სიახლეა, რადგან ასეთი ტიპის შეჯიბრებები გერმანიაში. აკრძალულია, რადგან ჩვენ სრულიად სხვა. წესები გვაქვს დადგენილი. ჩვენი ორგანიზაციის მიერ და გურთავენ ნებას. სპორტული მეთევზეობისას თევზის დაჭერასა და გამოშვებას. ამიტომ ასეთი ღონისძიებების ორგანიზება ჩვენთან უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან პოლონეთში ჩემს მეგობრებთან ჩამოსვლა, რადგან გერმანიაში ლიბერალოს დისტრიბუტორი ვარ. ძალიან სასიამოვნოდ გაკურებული ვარ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს შეჯიბრება. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, აქ მართლაც ბევრი შესანიშნავი მეთევზეა, რომლებსაც შემიძლია დავაკვირდე და ის, რომ აქ ყველა ძალიან კარგი სპორტსმენია. ჩვენთვის კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვცდილობ ჩვენი ბრენდი მაღალ დონეზე გავავრცელოთ და უპირველეს ყოვლისა, გავიცნოთ მეგობრები მთელი პოლონეთიდან და არა მხოლოდ პოლონეთიდან. ჩვენ გართობაზე ვართ ორიენტირებულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოთამაშეები მაქსიმალურად ბედნიერები იყვნენ. ჩვენ ამ ყველაფერს ნამდვილად ფეხბურთელებისა და მიმდინარე მატჩებისთვის ვაკეთებთ.
გილოცავთ. ძალიან კარგი. გმადლობ. ძალიან დიდი მადლობა წყლისთვის. გმადლობ, აბა ბიჭებო. ახლა ვფიქრობ, რა სწრაფად დასრულდა ეს შეჯიბრი. დიდი მადლობა, როგორც Liberal Jersey-ის კომპანიას და შეჯიბრებაც თევზაობაში კარგად ჩაიარა. ძალიან გთხოვთ, პოლონეთის სახელითაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის ძალიან კარგი და ძალიან მაგარი შეჯიბრი იყო. დიდი მადლობა. თითქმის 2000 თევზი მოვინადირეთ და ასეთი რაოდენობის ადამიანისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია. დიდი მადლობა. Liberal Jersey-თან თანამშრომლობა 1 წლისა და ნახევრის წინ დაიწყე. იმ დროს გერმანიაში ამ ბრენდს არავინ იცნობდა. ახლა კი ნომერ პირველი ვარ თბილისის სათღვარების მიმართულებით. გერმანიაში თევზაობის უამრავი სახეობა და თევზაობის მოყვარული გვყავს. ბევრი ადამიანი ირჩევს ამ სპორტს, ასევე ბევრი ანიჭებს უპირატესობას ტბებზე ნაპირიდან თევზაობას გრძელი ანკესებით. ამ ტიპის თევზაობაში Liberal Jersey ბადალი არ ჰყავს და ნამდვილი კილერია. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს სათღვარები გერმანიის ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შემდეგ ტრებიან, მაგრამ ამ ჯილდოში არა. 2000 გამოვიდა. ხუთიკად კრაფა. გოგონებისთვის ეს ადრე მოკრას ხოში მივიღეთ. დიდი მადლობა. დამატებით კიდევ ანკესები. ბრავო. დილა მშვიდობისა. დიახ, გადასახადზე დამოკიდებულებით, რომ შევქმნათ საერთო თევზაობის ოჯახი. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ჩვენი Liberal Jersey-ის სათღვარები, არამედ სხვა ბრენდების სათღვარებიც არის. გვინდა მათთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ. გვინდა ერთმანეთს დავეხმაროთ, განვითარდეთ. ასევე არიან სხვა სპონსორები, სხვადასხვა ბრენდები, მაგალითად გრაფი, სხვებიც, რომლებიც უბრალოდ ამ სათღვარების არსებობისას ქმნიან სინერგიას. ასევე არიან სხვა მეგობრული ბრენდები, რომლებიც მთელ თევზაობის აღჭურვილობასაც გვაწვდიან. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო ხაზი გაგვესვა, რომ სათღვარების გარდა არის ყველაფერი სხვა, რაც თევზაობისთვის გჭირდება. ანუ ანკესები, ტანსაცმელი, სხვადასხვა თევზაობის აქსესუარები. ასე რომ ვქნით ბრენდების ოჯახს, რომლებიც რეალურად ავითარებენ ამ სფეროს. იცი რა საქმე ჩვენ სათღვარებს ეხება. ჩვენი ბრენდისთვის ეს პირველია, ამ წლის კატალოგის ნომერია 223. სადაც სათღვარების გარდა არის ტიპური თროსერია. ასევე წელს 3 ახალი მოდელი გამოდის. ასევე გამოდის სრულიად ახალი სათღვარები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ BG და Best სერიას. What Break Time 0.5 გითია. ეს ჩვენი შეთავაზება ამ და მომავალი წლისთვის. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება გქონდეს სათღვარებით სახელწოდებით Petro სერია.
ეს არის ჩვენი მომავალი. ზოგადად ბრენდი ვითარდება. გვინდა შევიდეთ არა მხოლოდ უსტრიგავ სატყუარებზე, არამედ ბესის სატყუარებზეც და მტაცებელი თევზებისთვისაც. და შეჯიბრების დროს წარმოდგენილი ახალი სატყუარების კატალოგი ერთგვარი გზანკვლევი ყველა მეთევზისთვის. აქ ნახავთ ინფორმაციას არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღწუროთ ლებროლორსის სატყუარები, არამედ იმაზეც, რომელი სახეობის თევზებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი და როგორ შეადგინოთ თქვენი აღწურულობა ამ ტიპის თევზაობისთვის.